რა თქმა უნდა, ცრუ პატრიოტებს და ცრუ ქრისტიანებს ერთი წიო კი აქვთ ახლა ოჯახის სიწმინდის დღეზე, ხო? მარტივად ვიტყვი რა, ოჯახის სიწმინდე არა გაქვთ თქვენ? ვინც ითმენს 100-ზე მეტი პოლიტპატიმარის არსებობას ციხეში. თორე ისინი უდანაშაულები რო არიან, იქიდანაც ჩანს, რომ მათ ეხვეწებიან აღიარეთ დანაშაული და ციხიდან გაგვიშვებთო, მაგრამ ისინი აღარ აღიარებენ ამ დანაშაულს. ოჯახის სიწმინდე არა აქვს იმას, ვისაც ასამდე დივშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის პრობლემა ფეხზე კიდია და არც აინტერესებს. თქვენ კოცებო, თქვენ არ გაინტერესებთ და ტანჯვით სიკვდილისკენ მიაქანებთ ამ ბავშვებს, იმიტომ წამალს არ აძლევთ. იმ წამალს, რომელიც დაამტკიცა ბრიტანეთმა, შვედეთმა, გერმანიამ, იტალიამ, რა ვიცი, ესპანეთმა და რომელსაც მსოფლიოს უდიდესი ფარმაკოლოგიური კომპანიები სთავაზობენ ქართულ ოცნებას, რეჟიმს, დაგველაპარაკეთ, უნდა გაგეხმარებითო რა. მეტი რა უნდა გითხრათ. თქვენ ხართ ფარისევლები, არავითარი ოჯახის სიწმინდე არ გაგაჩნია. მაროშკინა ჩაიყენეთ, წინა კასატულიშკა ზარქუა. და ის საკუთარი შვილებისგანაც კი დაწყევლილი და უარყოფილი საჯაროდ შალვა რამიშვილი, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. რა ოჯახის სიწმინდე, რა ოჯახის ტრადიციები, რა ღირსება, რა პატრიოტობა, რა ქრისტიანობა თქვენთან რა შვაში არის. კოცებო, თქვენთან ქრისტიანობა და ოჯახის სიწმინდე რა შვაშია. როცა ბორიას მონები ხართ, როცა თქვენს მოხუცებს 20 ლარით უზრდიან პენსიას და თვითონ მინისტრები და დეპუტატები 7000 ლარით იზრდიან პენსიას და 15000-ები აქვს და ამათ თქვენ ყლაპავთ თავზე დაწუწვას და ოჯახი არა რა, სათქვენო სახსენებელი არ არის. აღარაფერს ლაპარაკობ მილიონი ემიგრანტის შესახებ, რომელსაც ხმა ჩამოართვეს საარჩევნო. ეს ის მილიონი ემიგრანტია, რომელიც წელიწადში 4 მილიარდ დოლარს, ანუ 11 მილიარდ ლარს რიცხავს. ეს დაახლოებით საქართველოს წლიური ბიუჯეტის, რა ვიცი, თითქმის 40%-ია და ამათ საარჩევნო ხმისუფლება წაართვეს და თქვენ ამაზე დუმხართ. თან თქვენს დედებს და დეიდებს და ბებიებს წაართვეს ეს ხმისუფლება და მაინც დუმხართ. მათი გამოგზავნილი დოლარებით და ევროებით რომ ლაღობთ აქ. იმათ ხმისუფლება წაართვეს. ეს არის თქვენი ოჯახის სიწმინდე. ესე იცავთ თქვენ ოჯახს. გაავრცელეთ ეს ვიდეო, ამ ფარისევლებს მიახალეთ პირში და ცხვირში, მიაჩეჩეთ ეს, რომ არავითარი ოჯახის სიწმინდე მათთან კავშირში არ არის. ოჯახის სიწმინდეს იცავენ ის, ვინც დგას პროტესტში. იმიტომ რომ ისინი იცავენ თავიანთი შვილების მომავალს და თქვენი შვილების მომავალსაც. აი რუსულ ბოსელში რო არ შეგვიყაროს ბორია, მაიმისგან იცავენ თქვენი შვილებს.